გომბურის მოხალისეთა მომზადების ცენტრში სპორტული ასპარეზობა გაიმართა. აფხაზეთის ღია პირველობა ქართულ ჭიდაობაში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის ორგანიზებითა და ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობით განხორციელდა. ტურნირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას მიეძღვნა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის 80-მდე სპორტსმენმა და გომბორის ბანაკის 15-მა მოხალისემ. ასპარეზობა 14 წონით კატეგორიაში გაიმართა. გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. აფხაზეთის ღია ჩემპიონატის ქართულ ჭიდაობაში ჩატარდა დღეს, სადაც ღებულობენ ჩვენი აფხაზეთიდან ახალგაზრდა მოზარდი ბავშვები, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან და რომელიც მიეძღვნება აფხაზეთში დაღუპულ ომის პირებს. ჯერეთი ჯანსაღი ცხოვრებისთვისაც კარგია, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების სპორტსმენებია. ყოველთვის აფხაზეთის მთავრობა ხარს უჭერს ასეთ ღონისძიებებს და რაც შესაძლებისაგვარად ვაფინანსებთ კიდევაც. პირველ რიგში მისასალმებელია და კარგია, რომ ესეთი ღია ჩემპიონატი ტარდება აქ ბანაკში, რომელიც არის ახალგაზრდებისა და ვეტერანებისათვის, ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის, სადაც ეს ახალგაზრდებია თარმოყრილი. აქ ბუნებრივია ჩვენი სამსახური, ვეტერანების საქმეთა და სახელმწიფო სამსახურის აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც არის მომავალთან, ახალგაზრდების პატრიოტულ აღზრდასთან და საქართველოს ერთიანობასთან დაკავშირებული. ამიტომ ჩვენთვის ეს ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს პირველად ჩატარდა გომბურის საბჭოთა ბაზაზე ქართულ ჭიდაობაში, სადაც აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. ჩვენი ბავშვები როგორც ძიუდოში, ასევე ქართულ ჭიდაობაში და ასევე სამბოში ემზადებიან საქართველოს ჩემპიონატისთვის და საერთაშორისო ტურნირებისათვის. მე ვარ აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის სპორტსმენი. დღეს ჩატარდა აფხაზეთის ღია პირველობა ქართულ ჭიდაობაში და დავიკავე პირველი ადგილი. ეს იყო ჩვენთვის რიგით მესამე ტურნირი ქართულ ჭიდაობაში და ჩემი შედეგით მოაყოფილი.